დედის გინებაზე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა გუშინ სამარს დედების დღეს და მე ვერ მოახერხე დღეს ჩავწერა 4 დღეს. აი უგუღმა დედის გინებაზე რა. ალა ბევრი ვინც მიყურებს შეიძლება თქვენს გაქვთ ეგ მავნეჩვევა უგუღმა დედის გინების ან ვიღაც თქვენს ნაცნობს მაინც. და ყველა ვიცით რომ ეგ ცუდია. მაგრამ სიგარეტის მოწევასავით მოკლედ ცუდი ჩვევაა რა და ასე ვთქვათ ვერ აგდებენო რა ასე დავარქვათ. აღარ ვიდეოს იმიტომ კი ავწერო რომ იმის ამბიცია მაქვს მე მთელ საქართველოს მოუწოდო მოდი შევწყვიტოთ ეს რაღაცა არა მაგი ახლა მე ვინ ჩემი ფეხები ვარ ახლა ჩემს ნათქვამს რომ ვინმე დაუჯეროს მაგრამ ერთ ჩემს მაგალითს მოგიყვანთ რა შეჩემა სიტყვა შეჩემას მე ვერ მეუბნება ძმაკაციც შესაბამისად არც მე არ მეუბნები და რატომ სკოლის მოსწავლე ვიყავი მაღალკლასელი ვიყავი მაგრამ სკოლაში ვსწავლობდი რომ გავაცნობიერე პრაქტიკულ ასპექტში რას ნიშნავს შეჩემა ყველა ვიცით ხო რასაც ნიშნავს შეჩემა შეჩემო მოტყნული შვილო ანუ უყვები ფაქტობრივად ამბავს რომ დედაშენს ასე უქენიო აი ეს არის შეჩემა ეგ რო გავაცნობიერე ნუ მეც მეუბნებოდნენ ეგ რო გავაცნობიერე მაგარი სირობა სიტყვა და არავის არ მეუბნები ვერც ვერავინ მეუბნება მე დედის გინება უგუღმა დედის გინება კიდე არასდროს არ წამომხსენია საერთოდ დედას კი ვიგინები და ზოგადად ვიგინები ახლა პირადად არავის არ ვაგინებ თუნდაც ჭუბის დროს ან აკითო ვიღაცას მოუწერია ჩემთვის და დედა შეუგინებია სხვანაირად გამისია მისთვის პასუხი დედა არ მიგინებია მაგრამ ზოგადად კი ვიგინები ისე და ცუდი ჩვევა ეგას მაგას ვაღიარებ მაგრამ მოკლედ პრივიჩკა მაქვს და ცუდია მოკლედ მაგრამ უგუღმა არასდროს ვერავინ ვერ იტყვის ჩემზე მაგას და მოკლედ ჩემი თხოვნა არის და არც იმას არ ვამბობ რომ ვინც უგუღმა დედას იგინება ცუდი ტიპია რაღაცა ცუდების იქნებიან მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ცუდია შეიძლება ძალიან მაგარი ადამიანია მაგრამ ეგ ცუდი ჩვევა აქვს და ვინცაც ეგ ჩვევა გაქვთ ჩემი თხოვნა არის რომ პრაქტიკულ ასპექტში როგორც მე ვახსენე ჩემი მაგალითი პრაქტიკულ ასპექტში გააცნობიეროთ რას ნიშნავს ეგ წარმოიგინეთ და მერეც თუ შეიგინები და რავი იგინეთ ახლა ვისაც დააკლებს მაგით მაგრამ მოკლედ აი ამის თხოვნა მინდოდა დღეს რა წარმოიგინეთ რას ამბობთ ამ სიტყვით მეტი არაფერი